მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ამ ვიდეოში თბილისის მეტროს დამატებითი ხაზების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც დედაქალაქის რაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. მე გიორგი ვარ, მონაწილეობა მაქვს მიღებული აბსოლუტურად ყველა ქართულ ინტელექტუალურ შოუში და თუ მზად ხარ მოისმინო ისტორია თბილისის მეტროს დამატებით სადგურებზე, გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო და დავიწყოთ. საბჭოთა გეგმის მიხედვით საქართველოს დედაქალაქს ამ დროისთვის 3 სრულფასოვანი ხაზი უნდა ჰქონოდა. მეტროს გაყვანა იგეგმებოდა დიდ დიღომში, ვაზისუბანში, მუხიანში და მოსკოვის გამზირზე. თბილისის მეტროპოლიტენის 2 ხაზის მარშრუტის პირველივე ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ მის აშენებამდე იყო გასაჯაროვებული, პარალელურ კურსს ქალაქის ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით იღებდა. ამასთან ხაზები სამჯერ უნდა გადაკვეთილიყო დიდუბის რაიონში, რუსთაველზე და სადღაც ისანთან. ცნობილია, რომ სსრ კომუნისტთა საბჭომ 1951 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ პირველი ეტაპის გაშვება მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოხდა. თბილისმა, რომლის მოსახლეობაც 500,000 ადამიანს მოიცავდა, სტალინის ეპოქაში მილიონ მოსახლეზე გათვლილი მეტროს მშენებლობის სურვილი ფაქტობრივად ვერ გამოთქვა. შესაბამისად, მათ წესებზე თვალის დახუჭვა მოუწიათ, ხოლო რეალურმა სირთულეებმა ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად თავი იჩინა. კავკასიის პირველი მეტრო თითქმის საიდუმლოდ აშენდა, ფორმალურად სამოქალაქო თავშესაფრების სახით. თუმცა 60-იან წლებში მეტროპოლიტენის მშენებლობის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. სურათზე ნაჩვენებია მარჯანიშვილის სადგურის დასრულების საბოლოო სამუშაოები. 1966-დე ახლოვდება ნანატრიწული. თბილისის მეტრო გაიხსნა. ამასთან 60-იან წლებში მეორე ხაზი თავიდანვე, როგორც ჩაფიქრებული იყო, წრიული უნდა ყოფილიყო. მას საბურთალოს ქვეშ უნდა გაევლო, როგორც ახლა ხდება. შემდეგ 180 გრადუსიანი შემოbrunებით ვაკის ქვეშ გაივლი და ისევ შემოbrunდებოდა და დაბრუნდებოდა საბურთალოზე. საინტერესოა, რომ ვაკის ქვეშ შემოbrunების იდეა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. თუმცა როგორც იცით, მეტროს ასეთი გეგმა სრულად არ შედგა მხოლოდ ნახევარი. ნახევარი კი ყველა გეგმიდან გაქრა. თანდათანობით ქალაქის ხელისუფლება ცალკე მესამე ფილიალის შემოშავების აუცილებლობამდე მივიდა. პირველი შექმნილი იყო განშტოება ჩრდილოეთით დიდ დიღომში, სამხრეთით სამგორის უბნიდან მოსკოვის გამზირამდე და ამავდროულად მეორე ხაზი მნიშვნელოვნად უნდა გაფართოებულიყო აღმოსავლეთით, შესულიყო ჩუღურეთში, სვანეთის უბანში და ვაზისუბნის მასივებში, მომავალში კი აეროპორტში. 1980-იანი წლების ბოლოს დაპროექტდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი. ხაზზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 14 სადგური მოსკოვის გამზირიდან დიდ დიღმამდე, ვარკეთილი 2, რუსთაველი 2 და დიდუბე 2 კლდანი ახმეტელის ხაზთან და სადგური პოლიტექნიკური 2 საბურთალოს ხაზთან. აქედან უპირველეს ყოვლისა უნდა აშენებულიყო 5 სადგური 2000 წლამდე, რომლებზეც სამუშაოები დაიწყო. ეს სადგურები იყო რუსთაველი 2 მიწისქვეშა ღრმა სადგური, საარბრუკენის მოედანი, თავდაპირველად მარქსის მოედანი, შემდგომში ჩუღურეთის მოედანი, მიწისქვეშა ღრმა სადგური, ქვემო ელია თავდაპირველად ელია მიწისქვეშა ღრმა სადგური, ზემო ელია თავდაპირველად მეტრომშენის მოედანი, მიწისქვეშა ღრმა სადგური, ვაზისუბანი, მიწისქვეშა ღრმა სადგური. მშენებლობა 1993 წელს შეწყდა, თუმცა გარკვეული თანხები დღემდე გამოიყოფა მისი ცალკეული ობიექტების გამაგრებისა და წყალსატომბიის სამუშაოების მიზნით. ყველაზე დიდი სამუშაო ვაზისუბნის სადგურზე შესრულდა. მიწისქვეშა გათხრების მშენებლებმა საარბრუკენის მოედანს, რუსთაველსა და ელიასაც კი მიაღწიეს. გვირაბის შესასვლელი, რომელიც 65 მეტრ სიღრმეზეა გაჭრილი, დატბორილია. ეს ყველაფერი არ არის, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში პირველი ხაზის გაგრძელება ჩრდილოეთით, კლდანისა და მუხიანის მიმართულებით ახმეტელის თეატრიდან იგეგმებოდა. შემდეგ ის აღმოსავლეთით უნდა შემოbrunებულიყო და გეზი თბილისის ზღვისკენ აეღო.
პერსპექტივაში მის სამხრეთ დაბოლოება ყოფილი საჯეირანოს რაიონში იქნებოდა. დიახ, საბჭოთა პერიოდში წყალსაცავის ირგვლივ რგოლში პირველი ხაზის დაბოლოება შორეულ პერსპექტივად ითვლებოდა. გლდანი ვარკეთილის ხაზი გრძელდებოდა გლდანის მხარეს ჯერ მუხიანისკენ, შემდეგ კი თემქისკენ. მერე თბილისის ზღვისკენ ახალ დასახლება ავშნიანში. ვარკეთილის მხრიდან კი ხაზი ადიოდა ვარკეთილის ზემო მიკრორაიონებში, შემდეგ კი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით. პერსპექტივაში ავშნიანისა და საჯეირანოს სადგურები ერთდებოდა და იქმნებოდა წრიული ხაზი თბილისის ზღვის გარშემო. სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა, ან დაიწყო მხოლოდ უმნიშვნელო მასშტაბით. სადგურ თავისუფლების მოედანზე უნდა გაკეთებულიყო მეორე ამოსასვლელი ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში, რისთვისაც თავისუფლების მოედნის სადგურზე პირველი ლიანდაგის თავზე გაკეთდა გადასასვლელი კიბე, ხოლო ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაპროექტდა მგზავრთა დიდ ნაკადზე, მეტროს ამოსასვლელის გათვალისწინებით. სადგურ ავლაბარს უკეთდებოდა მეორე ამოსასვლელი ჰორიზონტალური გვირაბით და ხიდით ბალნეოლოგიურ კურორტთან. არსებული ცნობებით სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. ამავდროულად სადგურ ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელი აშენდა და ის მდებარეობს შეშელიძის ქუჩაზე. გვირაბი ჩასულია საპროექტო სიღრმეზე. საჭიროა ქვედა სივრცის ამოღება, სადგურთან შეერთება, ესკალატორის ფილის, ესკალატორისა და მისი დამხმარე მოწყობილობების მონტაჟი, კედლების მოპირკეთება და ზედა ვესტიბულის მოწყობა. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და მიმდინარეობს წყლის ამოტომობა. სადგურ მარჯანიშვილსაც ჰქონდა მეორე ამოსასვლელი, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩის კუთხეში, მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში. არსებული ცნობებით ჩასულია საპროექტო სიღრმეზე. სადგურს უკავშირდება არა პირდაპირ, არამედ გვერდულად მიმავალი ჰორიზონტალური გვირაბის მეშვეობით. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებულია გლდანი ვარკეთილის, ხოლო 7 საბურთალოს ხაზზე. ამჟამინდელი ხელისუფლება პერიოდულად წინასაარჩევნოდ გასცემს დაპირებებს ახალი მიწისზედა და მეტროს ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ერთადერთი სადგური, რომელიც გაიხსნა, იყო სანახევროდ აშენებული მეტრო უნივერსიტეტი, რომელიც უცხოურმა განვითარების ბანკმა დააფინანსა და ესპანურმა კომპანიამ შეასრულა. თბილისელები კი ისევ ელოდებიან ახალ მეტრო სადგურებს ქალაქის ყველაზე დატვირთულ უბნებში. მეტი მსგავსი ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ასევე დაწერეთ კომენტარებში განსაკუთრებით თბილისის რომელ უბანს სჭირდება მეტროს სისტემის აშენება. დიდი მადლობა. Shat shemo matare, ore la ranina, ore la ranina, ore la ranina. Utilizasa mogli jezveli dardebi, pero gorgada gimalo kulis nadebi, tani kvaneshen gagvalu, zevit matare. Tbilisi mitis kreshatse momatare, Sami kvaneshe gagvalu, zevit matare. Tbilisi mitis kreshatse momatare. Ore la ranina, ore la ranina, ore la ranina. Zevit matare, Tbilisi mitis kreshat shemo matare. Ore la ranina, ore la ranina, ore la ranina.
დამკვიდრდა თბილისელთა ცხოვრებაში. ჯერ მხოლოდ 6 სადგურია ხალხის სამსახურში. მოვა დრო და მიწისქვეშა მაგისტრალები ყველა მიმართულებით დასერავენ თბილისს.